განსაკუთრებულად წარმოგიდგენთ გრანტების შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს თანდართულ რიგ კანონების სრულების პროექტებთან ერთად, როგორც ყველას მოიხსენება, წარმოქმნილი სრულების მთავარი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების დაცვის გაძლიერება და ამავდროულად უცხოური თანხების პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის გამჭვირვალობა და შესაბამისი კონტროლი გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც პოლიტიკურ სტაბილურობაზე საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი და მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბერკეტები, რომ რაც კანონით აკრძალულია პოლიტიკური პარტიებისათვის, ამავდროულად კონტროლი არსებობდეს სხვა იმ პირებისათვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ შეფარვით განახორციელონ იგივე ქმედებები, რაც უნდა აკეთებდეს პარტია, მაგრამ ამ ფორმის დაუცველად ჩართულები არიან პოლიტიკურ აქტივობებში. რაც შეეხება გრანტების შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, პირველი მუხლის პირველივე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა გრანტად, შემოთავაზებული გვაქვს ცვლილება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის აქვე გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფო მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან მოქალაქის ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის გადმორიცხულ თანხებს, რომელიც ან მატერიალურ საგნებს, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ საქმიანობას. მითითებულია, რომ და მიეთითება, რომ ეს რა თქმა უნდა არ ვრცელდება ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე, საყოფაცხოვრებო თანხებზე, რომლებსაც ისინი ურიცხავენ საზოგადოებას. არაერთხელ გავიმართეთ აღნიშნული საკითხი და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ, რომ ინსინუაციებისგან და ტყუილების გავრცელებისგან თავი შეიკავონ. ამავე ასეთივე დაზუსტება ხორციელდება. არჩილ, მაინც კიდევ ერთხელ განმარტოთ დამცრე საზოგადოებისთვის, კოლეგებისთვის უპირველესად რასაკვირველია, თუ იქნება კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფორმულირებასთან დაკავშირებით შეკითხვა, მოსაზრება ან შენიშვნა, გთხოვთ ამის თაობაზე, მაშინ გვაცნობოთ, იმიტომ რომ მაშინ მივყვებით შესაბამისად პუნქტობრივ თანმიმდევრობას, როგორც არის ქრონოლოგია. კარგი, გადავიდეთ მეორე პუნქტზე, ხო? დიახ, შემდეგი ან მსგავს ხასიათის ჩანაწერები ხორციელდება, ან დაზუსტება ხდება ტექნიკური ხასიათის არის ეს მეორე მუხლში. რაც შეეხება მეოთხე მუხლში შესატანცულებას, ანუ მეორე პუნქტს, ეს წარმოქმნილი არის არსებითად ზუსტად იგივე შინაარსით, რაც პირველი მოსმენით იყო გათვალისწინებული, რაც გულისხმობს, რომ გრანტის მიღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. ამ ჩანაწერის მიხედვით ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილები, და მათ შორის პრაქტიკაშიც იგივე გააკეთეს, რომ გადარეგისტრირდნენ მაგალითად ესტონეთის ფარდულში, თუ ვინმე გადარეგისტრირდება რომელიმე სხვა ქვეყნის ფარდულში და იქნება მოსაზრება, რომ ამითი გრანტების შესახებ კანონი მასზე არ გავრცელდება და ძირითადი საქმიანობა, არსებითი საქმიანობა მისი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, ვალდებული იქნება, რომ განაც მიმართოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად, სანამ გრანტს აიღებს. ასე რომ ფარდულებში რეგისტრაციას არავითარ შედეგის მომცემი არ იქნება და კეთილინებონ ამ პირებმა და დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. კი ბატონო, მესამე პუნქტი. მესამე პუნქტის საჭიროება აღარ დგას, რადგან სხვა პუნქტებში უკვე არის აღნიშნული საკითხი დარეგულირებული. მეოთხე პუნქტი. მეოთხე პუნქტშიც ემატება წინადადება, რომ ასეთ შემთხვევაში ვრცელდება ამუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის მე-6 სეკუნდა მუხლების მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს თვალთმაქცური განსაზღვრულისგან განსხვავებული მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით გრანტის მიღება. ეს იყო მეოთხე პუნქტი. უბრალოდ მესამე მუხლის პირველი პუნქტი, აქვე პუნქტის საჭიროება აღარ არის. რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, აქ განისაზღვრება, რომ იმ
იმ პუნქტებზე, როგორც მოგახსენეთ, რომ ერთი არის გრანტები, რომელიც აქამდეც განსაზღვრული იყო, ხოლო მეორე მხრივ ის გრანტები, რომელიც მიმართული არის საზოგადოებაზე, საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოსახდენად, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ან შესვლას, საქართველოს მთავრობა იქნება უფლებამოსილი ან მის მიერ განსაზღვრული ორგანო, რომ თანხმობა გასცეს და ამავდროულად კიდევ ერთხელ შავით თეთრზე იწერება, რომ როგორც მოგახსენეთ, უცხოეთში ფართულში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსაც ექნებათ ვალდებულება, რომ თანშესაბამისი თანხმობის მისაღებად მიმართონ საქართველოს მთავრობას. სრული ჩანაწერი არის დაკორექტირებული. კომენტარები კვლავ არ არის. მეხუთე პუნქტი, რომელთაც მე-6-ე მუხლი დიახ, აქ სათაური ყალიბდება ამ კანონისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა. აქ გულისხმობა, რომ შესაძლებელია თვალთმოქმედური ერთი მხრივ თანხმობა იყოს გაცემული ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე გრანტის მისაღებად, ხოლო რეალურად ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს სხვა საქმიანობისთვის. შესაბამისად, სათაური საჭიროება და დაზუსტება და სათაური გასწორებული სხვა მხრივ არ არის შინაარსობრივი. ბატონო, მე-6-ე პუნქტი აქაც ცვლილება არ გახლავთ. და მე-7-ე პუნქტი. მე-7 პუნქტში მითითებულია, რომ თუ ის იურიდიული სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება და ის მიიღებს თანხმობის გარეშე გრანტს, ეს გამოიწვევს პასუხისმგებლობას, როგორც მოგახსენეთ. ერთი ნაწილი არის, რომ მაგალითად საქართველოში არსებობენ ფონდები, არსებობენ სხვადასხვა ორგანიზაციები და უცხოური შესაბამისი მათი დედა კომპანიის წარმომადგენლობები, ფილიალები, მათაც თანხის მიღების შემთხვევაში ექნებათ ვალდებულება, რომ საქართველოს მთავრობას მიმართონ შესაბამისი თანხმობის მისაღებად. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრული არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით და ჯარიმების თაობაზე, ხოლო სხვა პირების შემთხვევაში გულისხმობიან აქ საქართველოში მოქმედი ფიზიკური იურიდიული პირები, რომლებიც გრანტის სახით იღებენ გრანტებს, მათაც ეს გასამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება. აქ მათ შორის გამოითქვა ესეთი საკითხები, რომ მაგალითად თუ რომელიმე კონკრეტული პირი მაგალითად თარჯიმანის უფლებამოსილებას ახორციელებს, რა თქმა უნდა, ეს თარჯიმანის უფლებამოსილების განხორციელება არც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას და არც პასუხისმგებლობა არ დგება. აქ არის საუბარი, რომ საქმიანობა მიმართული უნდა იყოს პოლიტიკური აქტივობისკენ.